როგორია ხელის დაბანის წესი კულინარიაში და საერთოდ როგორი თითები უნდა ქონდეს მზარეულს. გაიგებთ ამ ვიდეოში. ადგილები, რომელსაც ახლა გაჩვენებთ, უმეტეს შემთხვევაში რჩება დაუბანელი. წითელი ფერით არის აღნიშნული ადგილები, რომელსაც ყოველთვის გამოტოვებენ ხოლმე. სტაფილოსფრად არის აღნიშნული, რომელსაც ხშირად გამოტოვებენ. ხოლო ყვითელი ფერით არის აღნიშნული ადგილები, რომელსაც ხანდახან გამოტოვებენ. მახსოვს ერთხელ კულინარიულ სასწავლებელში შეფებმა საინტერესო კვლევა ჩაგვიტარეს ხელის დაბანასთან დაკავშირებით. ხელზე დაგვასხეს სითხე და შემდეგ ვითხრეს, აბა დაიბანეთ. შემდეგ ეს ჩვენი ხელები მოვათავსეთ სპეციალურ აპარატში ულტრაისფერში, სადაც ჩანდა ხელის ის დაუბანელი ნაწილები, რომელზეც ეს სითხე არ იყო მოხვედრილი. ჩემთვის პირადად ძალიან დიდი ინფორმაციის მომცემი იყო ეს გაკვეთილი. აქვე აღნიშნავ იმას, რომ სამზარეულოში აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ ხელისთვის დასაბანი განკუთვნილი ზონა, რათა სანამ სამზარეულოში შევა მზარეული, შეძლოს ხელის დაბანა ესე. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მზარეულს არ უნდა ესვას არანაირი ფრჩხილის ლაქი და არ უნდა ეკეთოს არანაირი სამკაული. რომ არ მოხდეს შემთხვევით რამის ჩავარდნა საჭმელში. ასევე მასწავლეს, რომ ესე კარგად დაბანელი და სწორედ დაბანელი ხელი ბევრად სჯობია ხელთათმანის ხმარებას სამზარეულოში. აუცილებელია ასევე რომ იყოს ესეთი სწრაფი დახმარების ყუთი სამზარეულოში, რომელიც გაგიწევთ პირველად დახმარებას დაწვის, თვალში შესხმის ან ხელის გაჭრის დროს. სულ ეს იყო მეგობრებო.